უახლოეს ერთი კვირის განმავლობაში რა გელოდებათ ფინანსები, ჯანმრთელობა, სასიყვარულო ურთიერთობა, კვირის ენერგია. ნახოთ ერთი კვირის ენერგიაში რა მოგდით. ფინანსები როგორი გექნებათ ერთი კვირის განმავლობაში. ესე იგი, ზოგადი ენერგიებით დავიწყოთ. ბალანსისთვის ვიდეოს დალაიქება და გვერდის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. კვირა ზოგადად იქნება ემოციური ხასიათი, შეიძლება აქ ემოციები შემოგეძალოთ, შესაძლებელია რაღაცა შედეგს ელოდებოდეთ და შედეგის მიღებაზე იყოთ ორიენტირებულები. თითქოს ამ ერთი კვირის განმავლობაში ბევრი ფარულობა, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვები იარსებებს თქვენს ცხოვრებაში და ძიებაში ხართ, აი სად არის პასუხები და ეძებდეთ ამ პასუხებს, მაგრამ ყველა პასუხი თქვენ შიგნით არის, რაც ამ ერთი კვირის განმავლობაში შეგაცხებთ ყველა პასუხზე თქვენ და თქვენს ქვეცნობიერს გააჩნია ყველა კითხვაზე პასუხი. რაც შეეხება ფინანსებს. ფინანსები ასეათ ისე დაბალანსებულია, რომ თქვათ, რომ რამე ძალიან განსაკუთრებული სიახლე გაქვთ ფინანსური კუთხით არა, უფრო აი სიმშვიდე, როგორც მიდის აქამდე, როგორც მოხვედით ამ უახლოესი 1-2 კვირის პერიოდში, მსგავსი ენერგიით ვითარდება. შეიძლება შემოგივიდეთ ფინანსები, მაგრამ რაც შემოვიდეს, ხარჯში გავიდეს. შესაძლებელია ფულთან დაკავშირებით რაიმე საქმიანი ქაღალდი, საქმიანი წარმოება, ინფორმაცია, სიახლეების მიღებაც მოხდეს, მაგრამ როგორც ესეთი რომ შემოსავლებზე ძალიან აისახოს, მე ეჭვება. პირად ურთიერთობებში რაც შეგეხებათ, პირადში ცოტა გულდამწუხრებულები ჩანხართ რაღაცაზე ამ ერთი კვირის პერიოდში, ან თითქოს იმედგაცრუებულები, თითქოს მოწყენილები, შეიძლება რაღაცას ელოდებით, რაღაცის გაგებას, რაღაცის პასუხს, ან ადამიანისთან მიმართებაში მუდმივად გქონდეთ ეჭვი, უნდობლობა, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაგაჩნიათ აქ პირად ურთიერთობაში, თითქოს არ გსურთ რაიმეს შეცვლა, ან ამ ადამიანის გაშვება თქვენ ცხოვრებიდან, ან ამ ადამიანის კარგვა არ გენდომებათ, მაგრამ აი მუდმივ მერყეობაში ხართ და მუდმივად შეიძლება ბალანსის დაცვა გიწევთ საკუთარ თავსა და ურთიერთობას შორის, რომ არ გააფუჭოთ, არ დაანგრიოთ, აი დიდი ძალისხმევი ჩადება იმისთვის, რომ ურთიერთობა შეინარჩუნოთ. დაძაბული ენერგიები გაქვთ, ვერ გეტყვით, რომ მოდუნებულები ხართ კვირის განმავლობაში ურთიერთობების კუთხით, ცოტა ისეთი მძიმე ენერგიები ამოდის. მაგრამ არც უსაშველო არაფერი არ არის, ყველაფერი შეიძლება არც ეცუდათ არ იყოს, როგორც თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ და აღიქვამდეთ და გგონიათ, რომ ყველაფერი უფრო შეიძლება მძიმე მუქფერებში უყურებდეთ, მაგრამ სინამდვილეში არც ისე კატასტროფულად არ იყოს ყველაფერი პირადში. ჯანმრთელობას რაც შეეხება, ჯანმრთელობით რამე ძალიან ესეთი სირთულეები არ გიჩანთ, შეიძლება ცოტა ემოციური დაძაბულობა, ემოციური ფონი გქონდეთ მომეტებული და ეს იყოს თქვენი ჯანმრთელობის პრობლემა. შესაძლებელია რაღაცა მედიკამენტის, რაღაცა პატარა მკურნალობის ჩატარება დაგჭირდეთ ჯანმრთელობის კუთხით, თუმცა საგანგაშო და რაიმე პრობლემური აქ ჯანმრთელობის მიმართულებით ჯერჯერობით არაფერი არ ჩანს. აი თუ რაღაცა იყო ჯანმრთელობაში პრობლემა და ვერ ხედავდით გამოსავალს, შეიძლება გამოსავალი იყო. თუ მკურნალობდით, შედეგი უკეთესი უნდა გქონდეთ, ყოველ შემთხვევაში უკეთესობა გექნებათ. აქ შეიძლება ექიმთანაც შეიძლება მიხვიდეთ, მაგრამ შეიძლება ექიმთან კი არ მიხვიდეთ, უბრალოდ თქვენ იცოდეთ რა გაწუხებთ, წახვიდეთ და იყიდოთ აფთიაქში და ისე იძინოთ ჯანმრთელობაში. რაც შეეხება რჩევას, ამ ერთი კვირის განმავლობაში რჩევა ესეთია, რომ რაც ძველია, რაღაცა ძველი უნდა გაუშვათ თქვენ ცხოვრებიდან, ის რაც უკვე ისედაც ამოწურა იმან უკვე თავისთავად, შეიძლება ხვდებით, შეიძლება ვერ ხვდებით, მაგრამ ფაქტები და ობიექტური შეფასება მოიხმეთ თქვენ ცხოვრების განმავლობაში, ერთი კვირის განმავლობაში, სადაც პრობლემაა და მიხვდებით, სად უნდა ჩაჭრათ და გაწყვიტოთ. რჩევა კიდე ზოგადად ისეთია, რომ არ დანებდეთ, იმოძრავეთ, იაქტიურეთ, გადალახეთ წინააღმდეგობები, არ შეგეშინდეთ სირთულეების, არ შეგეშინდეთ რაღაცა თქვენი პროტესტის გამოხატვის, თქვენი აზრის დაფიქსირების, იყავით თამამები, გამბედავები, რადგან გამოცდილება უკვე დიდი გაქვთ, უკვე ბევრი რაღაცა გაქვთ გადალახული, ბევრი სირთულეც ხართ შეჭიდებული და დროა, რომ ეს თქვენი გამოცდილება კვლავ გააღვიძოთ და კვლავ გამოიყენოთ ამ ერთი კვირის განმავლობაში, კარგი იქნება, რადგან უკეთეს შედეგებზე გაგიყვანთ, თუ თქვენს სიძლიერეს დაინახოთ, ბოლო-ბოლო თქვენს თავში მაინც იგრძნობთ თავდაჯერებას, მინიმუმ ამისთვის. ცოტა ტრანსფორმაციული ენერგიები ამოგდით რჩევაში, ზოგადად რომ იცოდეთ, აქ რაღაცა ძველების გაშვება. ძველის გაშვება ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ადგეთ და თუნდაც ძველი სამსახური გაუშვათ, ან ძველი ურთიერთობა. შეიძლება რაღაცა ძველი ქცევის მოდელია, ან რაღაცა სიტუაცია ისე როგორც მიდიოდით, იქცეოდა არ არის სწორი და იქ უნდა შეცვალოთ ფორმატი. შეიძლება პირდაპირ გაგებითაც თქვათ, რომ უკვე ურთიერთობაა გასაშვები. შეიძლება თქვენს თავშია შინაგანად დასამუშავებელი რაღაცები
და მიმართულება გაქვთ შესაძლებელი ახლა ეს ზოგადი გაშლა და ესე პირად გაშლა ხო არა გვაქვს რომ ყველას გითხრათ რა შეიძლება იყოს შესაძლებელი პირადი გაშლებისთვის შეგიძლიათ მომწეროთ Facebook მაყურებელმა Facebook გვერდზე, YouTube და TikTok მაყურებელმა შეგიძლიათ მომწეროთ Instagram გვერდზე. გისურვებთ ბედნიერ სიყვარულით, სიხარულით ახსავსებ კვირას და სიმშვიდეს წარმატებებს, ბრძოლის უნარიანობას, თავდაჯერებულობას. მადლობა ყურადღებისთვის.